ჩვენი სტუმარია გიორგი ლაბაძე, ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის ხელმძღვანელი. გიორგი, მადლობა რომ გვერდთვები ვაშინგტონიდან პირდაპირ ეთერში. გვითხარი პირველ რიგში როგორია განწყობები ამერიკაში საქართველოსთან დაკავშირებით, რა ტიპის განცხადებებს ისმენ, როგორია დისკუსია ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, რას ელოდებიან ისინი, რა სიგნალებს იღებენ მათ შორის საქართველოსთან. გამარჯობა გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. პროცესი არის ძალიან საინტერესო და არც ისე მარტივი ჩემი დაკვირვებით იქიდან გამომდინარე რომ ყველას მიაჩნია რომ რეალურად საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ლოკაციიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ სურთ გარკვეული ურთიერთობებთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმაც. თუმცა ჩემი აზრით ქართული მართველი ელიტების და მათ შორის გარკვეულწილად საზოგადოების ნაკლები მზაობა იმ მიმართულებით რომ თქვათ აი მოხდეს ჯეროვანი თანამშრომლობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ძალიან აფერხებს ამ ურთიერთობის და ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობებს და ეს რაღაცნაირად თუ არ გადაილახა ეს ბარიერი ძალიან რთული იქნება. ნუ მე ჩემთვის ცნობილია რომ მოახლოეს თვეებში პრინციპში არის მოლოდინი იმისა რომ ამერიკის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი უფრო ღია და გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს კონკრეტულად აი ტრამპის გზიდან გამომდინარე საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდგომარეობაზე გულისხმობ აი ამ ტრამპის გზაში რაღაცნაირად საქართველოს მონაწილეობის საკითხს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გარკვეულ მოთხოვნებზე, რაც შეერთებულ შტატებს სურს რომ გამოხატოს და თხოვნებზე ეს იქნება რაღაცნაირად ინიციატივა, მოწოდება, ამ მიმართულებით რა ტიპის განცხადებებს ველოდებით, ეს იქნება რაღაც მოთხოვნა კონკრეტული დედლაინების დაწესება თუ აი რა ნაწილში რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ? მე მგონია რომ იმის გამო რომ ამერიკელებს აინტერესებთ და ისინი არიან ძალიან იმედგაცრუებული იმის გამო რომ ანაკლიის პორტის საკითხი პრინციპში პირდაპირ ჩინეთის მმართველობის ქვეშ არის დღეის მდგომარეობით გადასული, როცა ის დასავლურმა მათ შორის ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს. ეხლანდელი სტატუს კო მათთვის მისაღები არ არის და ისინი განაწყელებულები არიან აი ამ ჩინეთისთვის თლიანად გადაცემაზე ამ საკითხის. ასე რომ მე ვფიქრობ რომ იქნება გარკვეული შეიძლება ითქვას პირდაპირ ერთგვარი ზეწოლაც იმ კუთხით რომ ის სტატუს კო რაც თქვათ იყო აი ამ რუსული კანონების პერიოდამდე 2023 წლამდე როდესაც დაიწყო ხო ეხლა ჩვენ მოკლე ანალიზს რო გავაკეთოთ რეალურად ეს ყველაფერი ჩინეთისთვის გადაცემა ანაკლიის პორტის და კონსორციუმის დაემთხვა მთლიანობაში 2024 წლის მაისის ბოლოს რუსული კანონის მიღებას. და მეორე დღესვე მოხდა ჩინეთის გადაცემა ამის. ასე რომ აი ამ არადემოკრატიული პროცესის ერთის მხრივ რომ დაინტერესებულები არიან ჩინეთი და რუსეთი ეს ამის კარგი გამოვლენებაა, ხოლო მეორეს მხრივ ის რომ ამერიკას არც გეოსტრატეგიული განწყობა აწყობს დღევანდელი საქართველოსი და არც ადამიანის უფლებების ნაწილი. მე მგონი ესეც ნათელი არის და მე არაერთხელ მithქვამს რომ შეერთებული შტატები არ შეეგუება იმ ისეთ მდგომარეობას ქვეყანაში როგორც არის მაქსიმალური დახშობა სიტყვის და პოლიტიკური თავისუფლებების და ამასთანავე მისთვის არ არის მისაღები ის გეოსტრატეგიული პოზიცია რაც საქართველოს დღეის მდგომარეობას უჭირავს. ასე რომ ბუნებრივია, ანუ ამ მონახაზიდან გამომდინარე ბუნებრივია რომ ჩვენ ისეთ გარკვეულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის მაინც და მაინც სასიხარულო არ იქნება ეს შესაძლოა ქართული ოცნებისთვის რაღაცნაირად ჩიხი იყოს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რასაც ისინი ამბობენ რომ აი აპირებენ დაალაგებას ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აი ეს რაღაცნაირად იქნება თუ არა წყალგამყოფი და უკვე რეალურად გავიგებ თუ არა რა განზრახვები აქვს ივანიშვილის რეჟიმს ამ მიმართულებით ქართულ ოცნებაში უნდათ რომ ეს ყველაფერი რაც მე ჩამოთვალე ერთგვარად იქნას ესე ვთქვათ ნიველირებული ან დავიწყებული და ისე გადმოდგას შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობისთვის ნაბიჯები რაც გამორიცხული მგონია მე პირადად იმიტომ რომ ამერიკის განსაკუთრებით დღევანდელი ადმინისტრაცია ისე საგარეო პოლიტიკას აწარმოებს რომ თუ ის არ დაინახავს თავისთვის შედეგებს სასურველ შედეგებს ის რა თქმა უნდა არ განახორციელებს ამ ურთიერთობას იმიტომ რომ ორმხრივი უნდა იყოს მოგება ერთგვარად მარტივად რო ვთქვათ რა. ასე რომ თუ ამერიკამ ვერ მიიღო ვერანაირი წვდომა ვთქვათ შავ ზღვაზე
საქართველოს მხრიდან ვერ მიიღო ვერანაირი პირობა იმაზე, რომ რაც არის ამერიკის ჩვენთან მიმართებით ყოველ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკური მიდგომა, რომ ის ელემენტარული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებები იქნას დაცული და პოლიტიკური თავისუფლებები და ჩვენი ქვეყანა სავსეა უკვე პოლიტიკური პატიმრებით. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ განხორციელდება ეს თანამშრომლობა და თავისთავად ცხადია, ეს არის ჩიხური მდგომარეობა ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ერთის მხრივ მათ დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად სურთ გარკვეული ლეგიტიმაცია ამერიკის მხრიდან და ეს გადადგმული ნაბიჯები ამერიკის მხრიდან, მაგრამ მეორეს მხრივ, აბა როგორ უნდა გააკეთონ ეს, როდესაც აი ეს მოთხოვნები, რაც ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპში არ ხელეწიფება დღეს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მათ არ სურთ საქართველოს ჩასმა აი ამ ტრამპის კორიდორის მოცემულობაში, რაც არის შუა დერეფნის ნაწილი შეიძლება გახდეს და თავისთავად ცხადია იმ ხალხს, რომელიც ანგარიშვალდებულია რუსებთან გარკვეულწილად, ამ ნაბიჯს არ გადადგავს, იმიტომ რომ მაინტერესებს რა კი გაახსენეთ, რომ აი ანგარიშვალდებულია რუსეთთანო, სწორედ ასე აღიქვამენ ამერიკაში, სწორედ ქართულ ოცნებას, რა ტიპის გაბეჭდილება დაგვრჩათ თქვენ? ეს მე ახლა ამას აღარ დავმალავ, ეს პირდაპირ ესე არის, რომ ეს არის რუსული გავლენების მმართველობა ჩვენ ქვეყანაში, ამაზეა საუბარი და სწორედ ამიტომ არის, რომ იგივე სანაკლიის საკითხი, ტრამპის კორიდორის საკითხი და საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან, მათ შორის რა ქვია, ამერიკასთან და ევროპასთან, სწორედ ესე აიგო, როგორც დღეს მოცემულობა გვაქვს, ჩვენ სამწუხარო მოცემულობა. ასე რომ ეს არის ესეთი რეალობა, ისი რაც ცხადად უნდა ვიცოდეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ რეალურად ტრამპის ადმინისტრაცია სხვადასხვა ჯგუფები მე აღარ ჩამოვთვლი ახლა ის რომ მე ამ კონფერენციებზე მიწვეული ვიყავი, სანამ აქ ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს რომ კიდე დავესწრო მათ ღონისძიებებს და ასე შემდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის ინტერესი, რომ საქართველოს რაღაცნაირად ჩანდეს ამ ყველაფერში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას უფრო ესე ვთქვათ, სჭირდება უფრო მაღალი ესე ვთქვათ, სამთავრობო მოცემულობა, რაზეც უარს ამბობს როგორც ჩანს დღეს მდგომარეობით ქართული ოცნების მთავრობა. ასე რომ სანამ ისინი ამ ყველაფრის გამოსწორებას არ ეცდებიან და არ შეცვლიან პოზიციას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერ შეძლებენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსწორებას. აი, ანაკლის სპორტი ახსენეთ, გიორგი და ასევე ჩვენ ხედავთ ქართული ოცნების რიტორიკასაც და ამ პროცესში თუ ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული შემოთავაზებები, მოთხოვნები, წინაპირობები ამერიკის მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, როგორ ფიქრობთ, რეჟიმის პასუხი იქნება იგნორის, რაღაც ტიპის ულტიმატუმებს დააყენებს ამ პროცესში, რატომ ვკითხულობ ამას? ქართული ოცნების ლიდერებს მუდმივად უსაუბრიათ იმის შესახებ, რომ აი ჩვენ მზად ვართ, მაგალითად მზად ვართ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. თქვენ აი ელოდებით აი ამ პროცესში ულტიმატუმის ენით საუბარს ამერიკის მიმართულებით. ამერიკის მიმართ ულტიმატუმებს ისედაც მოვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ რაღაცა შემოხვედრი ნაბიჯები რომ უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, ხო? ეს ცოტა არასერიოზული ლაპარაკია, ჩემი აზრით, კობახიძეს გულისხმობ შემთხვევაში. მაგრამ როგორც ასეთი ამერიკის მხრიდან თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, თუ ესე ვთქვათ, ისინი რაღაც თანამშრომლობაზე არ წამოვლენ, როცა ამის დრო მოვა. რა ვიცი, მე პირადად მგონია, რომ იქნება ხისტი მიდგომები, იგივე სანქციების მუქარა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მე არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალ დონეზეც, ესე ვთქვათ, რუსების მიმართაც იქნას ამერიკის მხრიდან დაყენებული მოთხოვნა, რომ მათ ჭირდებათ, ვთქვათ, შავ ზღვაზე გასასვლელი და ასე გადაწყდეს ეს საკითხი. ყოველ შემთხვევაში მე ამას ვხედავ, რომ შავი ზღვიდან გამომდინარე საქართველოს მნიშვნელობა ძალიან დიდია. და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, შეიძლება 1 წლის მონაკვეთში, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ეცდებიან აი აქედან გამომდინარე ურთიერთობის რაღაცნაირად დამყარებას და ეს უნდა თუ არ უნდა ეხლა ქართულ ოცნებას და კობახიძეს სურთ თუ არ სურთ ეს ურთიერთობა. თუ ამერიკელებს მოუნდათ და თუ ამერიკელებს სურთ რომ რაღაცნაირად ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობის, უსაფრთხოების და სავაჭრო გზების რეგულირების კუთხით, ამას ქართული ოცნება წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მე დარწმუნებული ვარ ამაში.
გიორგი, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ვაშინგტონიდან პირდაპირ ეთერში გვერდებოდა გიორგი ლაბაძე. მადლობა მას ჩართვისთვის.